ჩვენ გქონდა შუამდგომლობა მნიშვნელოვანი დოკუმენტების დარქმაზე. ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მე თუ მკითხავთ, არ დააკმაყოფილა. Რაღაც თუ მკითხავთ, ვინაიდან ის ნაწილი ეხებოდა სწორედ პირველი ინსტანციის მოსამართლის ნინო სახელაშვილის დიპლომი. ანუ რამდენად აქვს მას კანონით გათვალისწინებული განათლების ცენზი, რამდენად არის კანონით დადრენილი წესით დანიშნული მოსამართლე. ვინაიდან მისი დიპლომების მიხედვით ეს არ იკითხება, რომ მას აქვს სრული იურიდიული განათლება. ანუ გარდა იმისა, რომ მას არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია, კვალიფიკაცია არ აქვს, ეს დადასტურებულია, მან თავად დაადასტურა, მაგრამ ჩვენი მეორე საკითხი იყო დიპლომთან დაკავშირებული გარემოებები. მან სხდომაზე გითხრა, რომ ნახეთ ჩემი დიპლომები და ანუ დიპლომის სახელწოდებით ვერ მიხვდებით, რომ მას აქვს სამართლებრივი განათლება, იურიდიული განათლება, იმიტომ რომ ბიზნეს ინჟინერინგის მაგისტრატურა და სოციალური რაღაცა ტექნიკურ უნივერსიტეტში რაღაცა ბაკალავრიატი აქვს. ანუ იურისტის განათლება არ აქვს ამ მოსამართლეს, ის გადასამართლემ ზიანმა. იმის მიხედვით, რასაც ჩვენ ვკითხულობთ, ფაკულტეტების სახელწოდებაში სამართალი და იურიდიული არსად არ არის. ამიტომ გაჩნდა ეს კითხვა. გარდა იმისა, რომ გაჩნდა, ჩვენ მის ვცდილობთ მოვიპოვოთ, რომ მერე შემდეგ გავიაროთ პროცედურები, დავადასტურებინოთ ტექნიკურ უნივერსიტეტს ამ დიპლომის მქონე ადამიანს სამართალთმცოდნის კვალიფიკაცია მიენიჭა, კი ქონდა და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, დღემდე არც ტექნიკური უნივერსიტეტი გვაძლევს პასუხებს და არც, რაც არ უნდა უცნაური იყოს, იუსტიციის საბჭო არ გვაძლევს მისი დიპლომის ასლებს და ჩვენ საზოგადოებაში ახლა ეს ახალი ამბავი და ახალი ხილი არ არის, სამწუხაროდ ასეთი ისტორიები მომხდარა, სხვადასხვა გენერალური პროკურორის, უზენაეს სასამართლოს მოსამართლის დიპლომებთან დაკავშირებით, ამიტომ ეს ჩვენი მიმოწერა, რითიც ვითხოვთ მისი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, სწორედ იმიტომ, რომ მე ნახოთ შევაფასოთ, რა მოვიკვლიოთ, რა მოვიძიოთ, წარმოვადგინეთ სასამართლოში და სასამართლოსაც უთხარით, წესით სასამართლო უნდა დაგვეხმაროს პირიქით, იმიტომ რომ თუ უკანონო შემადგენლობამ განიხილა, ეს არის განჩენის დაუქმების საფუძველი, მაგრამ გასაკვირველია სასამართლომ თქვა დაახლოებით ამდაგვარი პასუხი გაგვცა, რომ ჩვენ კოლეგის კვალიფიკაციას ვენდობით, რომ იუსტიციის საბჭო ისე არ დანიშნავდა, აი დაახლოებით ასეთი პასუხი გაგვცა და თქვათ მე სხვა პროცედურის ფარგლებში შეგიძლიათ მისი დიპლომი ეძებოთ, ნახოთ და მერე თუ ნახავთ, რომ ეს დიპლომი მერე იდეოთ განაჩენზე დაახლოებით ამდაგვარი პასუხი მივიღეთ, რაც ცხადია. ამ შემდგომლობის დაკმაყოფილებაზე ზუარი თქვა სააპელაციო სასამართლომ და თარგმნილი იყო საქმეს ეს დოკუმენტები. სასამართლომ ეს დოკუმენტები არ დაურთო ამ საქმეს, მაგრამ ადამიანურად პირველი ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით ძალიან სასიამოვნო იყო, რაც აუცილებლად უნდა ვთქვა. მზიას ამ სასამართლო მისცა საშუალება, რომ ადამიანურად დამჯდარიყო ადვოკატების გვერდით და იქიდან ესაუბრა სასამართლოში და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მზია სასამართლო დარბაზში დაჯდა, იმიტომ რომ დაჯდა იმ სავარძელზე, რომელიც იდგა ადვოკატების გვერდით, რაც ადამიანურად ძალიან სასიამოვნო იყო. აი ასეთივე წარმატებით ასევე თავისუფლად ეს უნდა გაეკეთებინა, არა მარტო შეეძლო, უნდა გაეკეთებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს, ჩვენი არაერთი შუამდგომლობა იყო ამაზე, მან ეს არ გააკეთა, ბოლომდე ამყოფა აი ამ ასე ვთქვათ გალიაში. მზია დღეს სასამართლო მას მისცა ეს საშუალება, რაც არ შემიძლია არ აღნიშნოდა, ვთქვათ სასამართლოს ამ შემადგენლობის მიმართ ამ მხრივ არ გამოვხატო ჩემი ასე ვთქვათ კომპლიმენტები.